უნდა გამოვიდეთ და ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი დავამხოთ მშვიდობიანად. ეს და კიდევ არაერთი მსგავსი განცხადება ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარეს ბრალის დამძიმებად დაუჯდა. უკანონო ქმედების განხორციელების სანაცვლოდ გრთამის საჯარო დაპირებისთვის დაკავებულ ხაბეიშვილს ახლა უკვე სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდებისთვისაც გაასამართლებენ. პოლიტიკური დევნისა და საქმის აბსურდულობის ბრალდებებს ქართული ოცნება სისხლის სამართლის კოდექსის კონკრეტულ მუხლს უპირისპირებს, სადაც წერია, რომ დამხობისკენ მოწოდება დასჯად იქმედება. ეს არის საბოლოო ჯამში ის პროვოკაცია, რომელზეც სახელმწიფო კანონის ძალით გასცა პასუხი, ვერავით არის გადატრიალება და ვერავით არის ამდაგვარი რამ ვერ მოხდება. როგორც კი კანონს გადაცილდები, ეს მაშინ ხდები კრიმინალი და არა პოლიტპატრიარი. თუ ცეცხლსასროლი იარაღი გამოყენებული არ იქნება, მათ გონიათ, რომ ეს დანარჩენი ყველაფერი მშვიდობიანია. კანონი ამას აცი არ უყურებს. რა მშვიდობიან დემონსტრაციაზე არის საუბარი, ყველა მოყურეთ, ხო? როდესაც მოლოტოვის კოქტეილებს ესვლიან პოლიციელებს, ვაშხალებს ესვლიან პოლიციელებს. კოდექსში არსებული ჩანაწერის მიუხედავად ხაბეიშვილის თანაპარტიელებისთვის საქმე პოლიტიკურად მოტივირებული და აბსურდულია. ნაციონალურ მოძრაობაში 4 ოქტომბერთან დაკავშირებულ რიტორიკას არ ცვლიან. მათ მსგავსად ხაბეიშვილის დაკავებაში პოლიტიკურ მოტივებს ხედავს გახარიას პარტიაც, თუმცა ნაციონალური მოძრაობისგან განსხვავებით ისინი ხელისუფლების შეცვლას სხვა გზით აპირებენ. პოლიტიკური მდგენელები არის ნებისმიერ დაკავებაში და ნებისმიერ საქმეში, რომელიც არის და მიმდინარეობს ჩვენს ქვეყანაში, ერთადერთი მშვიდობიანი ფორმით ცვლილების საშუალება ჩვენს ქვეყანაში არის არჩევნები. რომელ გზაზეც მივდივართ ჩვენ, ლევან ხაბეიშვილი აბსოლუტურად გაუგონარი, ჩემი აზრით, საქართველოს ისტორიაში ყველაზე სამარცხვინო ბრალდებით, რაც კი პოლიტიკოსისთვის წაუყენებიათ, ამისთვის არის კაცი დაკავებული. ბუნებრივი ამ რიტორიკას არავინ არ შეეშვება. ქართული სახელმწიფო გადაიყვანეს ევროპული ინტეგრაციის რელსებიდან და 4 ოქტომბერი არის ამ რელსებზე დაბრუნების დღე. ქვეყანაში არეულობის შემოტანის მცდელობას რომ პასუხი კანონის სრული სიმკაცრით გაეცემა, ეს ოპონენტებს ხელისუფლებამ კიდევ ერთხელ შეახსენა. მართვალ გუნდში დარწმუნებულები არიან იმაშიც, რომ სურვილის მიუხედავად რადიკალური ჯგუფების გეგმებს ასრულება არ უწერია. ამბობენ, რომ რადიკალებს ხალხის მხარდაჭერა არ აქვთ. 4 ოქტომბერს გაიმარჯვებს ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს ძალიან დიდი ანგარიშით, ყველა ოლქში, როგორც მუნიციპალურ, ასევე მერების მიმართულებით, იმიტომ რომ ქართული ოცნება ეს არის ეროვნული პატრიოტი ხელისუფლება, რომელიც იცავს ქვეყნის ინტერესს და ატარებს ქართველი ხალხის ინტერესს. ხალხი ძალიან კარგად აკეთებს ანალიზს იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ რას წარმოადგენს. რადიკალური უსამშობლო ოპოზიცია არის სრულიად უსუსური, მათ არ გააჩნიათ ყველაზე მთავარი რაც არის. ეს ყველაზე მთავარი არის საზოგადოების მხარდაჭერა. ხაზზე ცხადია უსამშობლო ოპოზიცია ვერანაირად ვერ შეძლებს რაიმე ფორმით ისეთი ხელშესაღები პროტესტის შეკრებას, რომელსაც რაიმე საშუალება გააჩნია არსებითად იმოქმედოს პოლიტიკურ პროცესებზე. ხაბეიშვილმა გადაწყვიტა, რომ ამ რევოლუციას სათავეში ჩაუდგეს. ხაბეიშვილი არის მთავარი კონკურენტი ელენე ხოშტარიასი და გედი ფოფხაძის. მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, საზოგადოების უდიდესი ნაწილი პოლიტიკური გეგმების მიუხედავად ამ განვითარებას, რომელიც საქართველოში სისხლს მოიტანს, არ დაუჭერს მხარს. პოლიტიკურად მოტივირებულ დანაშაულზე მიდგომების გამკაცრება დაანონსა პრემიერ-მინისტრმა. ირაკლი კობახიძე მიიჩნევს, რომ ქვეყნის ეროვნული ინტერესების დასაცავად კანონის მკაცრი მუშაობა უმნიშვნელოვანესია. ძალიან შეაჩვიეს ენა საზოგადოებას, თუ საუბარია რადიკალიზმზე, დამხობაზე, გადაწვაზე და შემდეგ ის განცხადება გაკეთა ამ დღეების განმავლობაშიც. რა თქმა უნდა, აქაც პრაქტიკა უნდა იყოს იმისგან განსხვავებული, რაც იყო 3 და 4 წლის წინ. ხო, კანონი უნდა მუშაობდეს საქართველოში მთელი სიმკაცრით, ხოლო ამ შემთხვევაში შეიძლება იყოს დაცული ბოლომდე ჩვენი ეროვნული ინტერესები. და მე ყველას გვირდები, რომ ძალიან მკაცრი მიდგომები გვექნება ჩვენ პოლიტიკურად მოტივირებულ დანაშაულთან დაკავშირებით. ყველა მიმართულებით გვექნება უფრო მკაცრი მიდგომები კანონის ახსნების ნაწილში, ვიდრე ეს იყო წარსულში. რა თქმა უნდა, ეს არ აწყობს ნარკომანებს, ნაცებს, ორგანიზებულ დამნაშავეებს, მაგრამ ეს აწყობს საზოგადოებას. 4 ოქტომბერი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დღეა, რომელშიც მონაწილეობას ქართული ოცნება და რამდენიმე ოპოზიციური პარტია იღებს. ისინი, ვინც არჩევნებს ბოიკოტს უცხადებენ, ამ დღეს საპროტესტო აქციას და ხელისუფლების მშვიდობიან დამხობას აანონსებენ.